ვის დაასახელებს ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად. ივანიშვილის გუნდში დაბნეულობა ოცნების დეპუტატმა ლევან მახაშვილმა დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება რამდენიმე საათში შეცვალა. ჯერ თქვა, რომ კალაძე სურს მესამე ვადით მერობა, თუმცა პროცედურები დასრულებული არ არის და შესაძლოა გუნდმა სხვა კანდიდატურა წარადგინოს. შემდეგ კი თქვა, რომ მისი სიტყვები განზრახ დაამახინჯეს. მახაშვილი ახლა ამტკიცებს, რომ კალაძე უალტერნატივოა. ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, წინასწარ კონკრეტულ თარიღს, რომ ვიცოდე, მეც ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია აქვს, რომ მიმდინარე კვირაში ვაპირებთ მერობის თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას. აქაც, რა თქმა უნდა, მოდით დავიცვათ პროცედურები, რა პროცედურებიც არის საჭირო იმისთვის, რომ ფორმალურად მოხდეს ჩვენი მხრიდან კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ მე მგონი სიურპრიზი არავისთვის არის. არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ იყოს მერობის კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც ზოგადად გუნდში გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ საბოლოოდ მაინც სასურველია, რომ დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, იმიტომ რომ რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ რაღაც სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. მახაშვილმა ეს პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ოპონენტები ქარზე ფლირტავებიან. მდინარაძეც ამბობს, რომ კახაკალაძე უალტერნატივოა. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდში კლანებს შორის დაპირისპირება არასაც შესაძლოა თბილისის მერობაზე კალაძის კანდიდატურა შეეწიროს. მათ ამეჭუს ისიც უმყარებს, რომ ოცნებას მერობის კანდიდატის პრეზენტაცია გასულ კვირას უნდა გაემართა, თუმცა ღონისძიება მოულოდნელად გადაიდო, მიზეზად კი ტექნიკური საკითხი დასახელდა.